გამარჯობა ლაშა. გამარჯობა. როგორ ახარ? ფანტასტიურად და მინდა მადლობა გითხრა იმისთვის, რომ მომიწვიე აქ. ვინ არის ლაშა ხურციდე დღეს? ხო, რამდენაირად შეიძლება მივუდგე ამ საკითხს, შემიძლია სამი მხრიდან ჩამოვთვალო, ვინ არის ლაშა ხურციძე, მაგრამ ალბათ ყველაზე რეალური იქნება თუ ვიტყვი, რომ ლაშა ხურციძე არის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ნებდება, თავის ცხოვრების განმავლობაში არასოდეს არ დანებებულა და თუ იტყვის აკეთებს. ტიპიური რაღაცა გლადიატორ შევადარებდი უფრო საკუთარ თავს, რომელიც რაღაცა მიზნისთვის იბრძვის და ცდილობს ყოველთვის მიაღწიოს მას. უკან არიხებს. ჯერა. მეორე მესამე ასპექტი. მეორე მხრიდან, რასაც შევხედავთ, ლაშა ხურციძე, რო დავანებოთ აი მებრძოლ ხარციაც, არის ადამიანი, რომელსაც ძალიან რთული წარსული ჰქონდა და ამ რთული წარსულიდან გამომდინარე რაღაცა ტრაუმები, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ჩდება ხოლმე და რჩება, ეს უკალოდ არ ჩადის ხოლმე და შესაბამისად ამან დატოვა რაღაცა კვალი, რამაც შემქმნა მე ისეთი ადამიანი, რომ ვარ უფრო მეგობრული, უფრო მობიერი და ვცდილობ ხოლმე რომ ყველას გაუმართო ხელი. ანუ მეორე კატეგორია მიცნობს ესეთად. რაც შეეხება მესამე გადმოსახედი არის ის, რომ ხალხისთვის ყოველთვის ვარ, ასე ვთქვათ, დახმარების რაღაცა ტალკვესი, რაღაცა ღერძი, რის გარშემოც ტრიალებს ეს ყველაფერი და ყველას რატომღაც რაღაცის მოგვარება და გაკეთება უნდა ჩემს გარშემო, ჩემი დახმარებით რა. პროფესია. შენი პროფესია რო გითხრა 1-2 სიტყვით და ყველაზე დიდი მიღწევაც გითხარი აი ამ პროფესიაში. შენ პროფესიებით ხარ და მე ჩაგეკითხები უფრო კარგად. რაც შეეხება პროფესიას, ნახე როგორი არეულობა არის ჩემ თავში, ნუ ეხლა დაალაგებულია აი ყველაფერი, მაგრამ თავის დროზე ძალიან არეულობით დაიწყო. მინდა გითხრა, რომ ჩემი პირველი პროფესია იყო დიზაინერული, ანუ ტყავის მიმართულებით და შესაბამისად ვხატავდა ამან წამოვიდა, ამან წამოწია ჩემი აი ამ ხრივ განვითარება, თუმცა ამ პროფესიით საერთოდ არ მიმუშავია. მერე იყო რომ ვცადე პროფესიები, შევისწავლე რაღაცეები, თუმცა მაინც არა და როდესაც შევყავი თავი გაყიდვებში, მივხვდი რომ ეს იყო ის რეალური პროფესია, რაც მინდოდა, თუმცა სამწუხაროდ დღეს გაყიდვები როგორც ასეთი არსად არ ისწავლება, არც უნივერსიტეტებში არ ისწავლება. რა ვთვლი რომ საკმაოდ ცუდია, იმიტომ რომ ადამიანს თუ უნდა რომ ისწავლოს ეს პროფესია, არ ქონდეს დიპლომი და დიპლომის მიუხედავად შეძლოს რომ გამოიმუშაოს, ასე ვთქვათ, თანხა, ვფიქრობ რომ ეს საშუალება უნდა მიეცეს ხალხს. ხო და როგორც კი შევედი, ბოდიში როგორც კი დავასრულებ, როგორც კი შევედი ამ გაყიდვებში, იმის მერე 15 წელზე მეტია, ფაქტიურად არც კი გამიხედია სხვაგან. არის სწავლება თუ არ ისწავლება სწორად? ნახე როგორი მომენტი არის. არ ისწავლებას გულისხმობ იმაში, რომ მე რომ მოვიდე და შენ უბრალოდ ხადაგიგოსავით წაგიკითხო და მოგიყვე, რა არის გაყიდვები და რას მოიცავს, ეს იქნება ხადაგიგოსავით წაკითხული, ის თუ არ გაამყარე პრაქტიკით, ის თუ არ გაამყარე მაგალითებით, ის თუ არ გაამყარე სავარჯიშოებით, თუ არ მოსთხოვე დავალებების შესრულება, რომელიც კონკრეტულად გაყიდვებზე იქნება ორიენტირებული, თუ არ მოსთხოვე რომ იმუშაოს და აი ეს პრაქტიკაში თუ არ გადაიტანა შენთან ერთად მოსწავლემ, მაშინ აზრი არ აქვს. ნახე, თეორიულად შეგვიძლია ჩვენ დავждეთ და ვისწავლოთ მაგალითად მართვის მოწმობა, ავიღოთ, ასე ვთქვათ, მართვის მოწმობა და ვიცით თეორიულად როგორ იმართება ავტომობილი, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მე პირველად ვჯდები ავტომობილზე, ჩემი თეორია და ჩემი პრაქტიკა ერთმანეთის ტოლია, რა თქმა უნდა, არა. მარტი არ არის თანხმედრაში, იმიტომ რომ არ ვიცი
საიდან უნდა გადავრთოს სიჩქარე, მაგალითად ხუფი როგორ ეხდება წინ, საჰაერო როგორ იწევა, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოდის პრაქტიკაში. ანუ თან გაყიდვებიც მით უმეტეს ისეთი სფეროა, რომ უცებ გიწევს გაანალიზება და ამ ანალიზის შესაბამისი კითხვის ან შეთავაზების გაკეთება. და ამ დროს ზუსტად საჭირო არის მეტი პრაქტიკა, მეტი ვარჯიში, რომ სწრაფად გააკეთო რეაგირება მომხმარებლის ამა თუ იმ დასმულ შეკითხვაზე თუ პასუხზე. ხო და პრაქტიკა უნდა ყველაფერს თორე სწავლით შეიძლება ბევრიც ასწავლიდეს, მაგრამ ეგ არ არის სწავლება. ეგ არის უბრალოდ ამბის მოყოლა. თვლი რომ დღეს კარგი სეილი ხარ? კი, ვთვლი რომ დღეს კარგი სეილი ვარ, იმიტომ რომ რეალურად არ მეგულება დღესდღეობით პროდუქტი ან სერვისი, რომელიც შეიძლება მე ვერ გავყიდო. არ ვიძახი იმას, რომ ანუ 10-დან 10-ვეს გავყიდი, 10-დან 10 ფიზიკურად შეუძლებელია და არ არსებობს, პრეცედენტი არ არსებობს მაგისა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გავყიდი. იმიტომ რომ ვიცი როგორ მუშაობს ეს, როგორ უნდა ვამუშაო, როგორ უნდა ვემუშაო ადამიანს, როგორ უნდა ვემუშაო მის ფსიქოლოგიას, როგორ ვემუშაო მის უარებს, მის პრეტენზიებს, მის ფარულ საჭიროებებს და საკმაოდ ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც საჭიროა რომ იარაღად იქციო და შეაცვლევინო აზრი, ასე ვთქვათ, მომხმარებელს რა. შენთვის რა არის ხბირობითად სეილობა და აი შენს ცხოვრებაში აი როგორი ადგილი უჭირავს ეს მაინტერესებს და თან მინდა რომ მითხრა შენი პირველი ისეთი დიადი გრანდიოზული გაყიდვა შეიძლება თანხით არ იყოს დიდებული, მაგრამ შენთვის იყო აი მიღწევა, აი რო გაიტანე, გააკეთე, აი ეგეთი რას გაიხსენე. კაი, მაშინ კითხვის პირველ ნაწილზე გაგცემ პასუხს, მოკლედ გაყიდო ჩემთვის დღეს არის ყველაფერი. და რატო? იმიტომ რომ გაყიდვებით შევძელი რომ მეპოვა საკუთარი თავი და საკმაოდ რთულია ამის გაკეთება, იმიტომ რომ ხალხმა შეიძლება 50 წელი იცხოვროს და საკუთარი თავი ვერ იპოვოს და საკმაოდ მნიშვნელოვანია რომ სწორად მიაგნო იმ ადგილს, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ და ის პროფესია, რაც გაქვს, უბრალოდ სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. თუ ის სიამოვნებას არ განიჭებს, მაშინ რაც არ უნდა ფული გამოიმუშაო, რაც არ უნდა ტკბებოდე მიღწეული შედეგით, გავა დრო და აი ეს არასასიამოვნო საქმე აუცილებლად როგორც შიგნიდან, ისე გარედან გამტრევს და საბოლოო ჯამში მიდიხარ იქამდე, რომ ეს ის არ არის, რაც მინდოდა და უბრალოდ აღმოჩნდება, რომ დრო დაკარგე იმაზე, რაზეც უბრალოდ არ უნდა დაგეკარგა და უნდა გადაგედგა შემდეგი ნაბიჯი და გადაგეკუცლა წიგნის შემდეგი გვერდი და უნდა დაგეწყო. რაც შეეხება ხა მეორე ნაწილს, მეორე ნაწილი კარგად მახსოვს. ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავი, სხვათა შორის ეს ჩემი დაწყებითი, ანუ პირველი ნაბიჯები იყო. 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი მქონდა, ფაქტიურად ძალიან ახალბედა, ესე ვთქვათ, მწვანე სეილი ვიყავი. და მქონდა დავალება, რომ ამ 3 თვეში თავი ან უნდა გამომეჩინა რამეთი, ან თუ არა და უნდა დამშვიდობებოდით და ბოლო გაფრთხილება მივიღე, რომ ლაშა გაიღვიძე, ან უნდა დავამშვიდობოთ ერთმანეთს. და მანდ მახსოვს, რომ აი ამ სიტყვების მერე რაღაცა გადატრიალდა ჩემში, ვიგრძენი, რომ რაღაცა ორად გაიყო ჩემი აზრი რა. ერთი აზრი იყო ის, რომ არ არის ეს ჩემი საქმე და მოდი დავანებებ თავს. და მეორე აზრი იყო, რომ როგორ ანუ შენ რაღაცა ვერ შეძელი, შენ შენზე ძლიერი არსებობს ვიღაცა და შენ უბრალოდ დამარცხდი. და პირველი აზრი ავტომატურად გავაგდე, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იყო, მაგის გაკეთება ყოველთვის შეიძლება, ყოველთვის შეგიძლია რაღაცაზე უარი თქვა, მაგრამ ჯობია ცადო, წარუმატებლობა განიცადო, არ გამომივიდა და გადადო, იმიტომ რომ მე უბრალოდ მიუბრუნდები და გაიხსენებ, რომ აუ ნეტა მეცადა. ხო და ეს ნეტა მეცადა რო არ იყოს, ამიტომ ჯობია ყოველთვის ცადო და ამიტომ გავაგდე ეგ აზრი და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლება ისეთი გავაკეთო, რომ აი ბოლო დაახლოებით 2 კვირა მქონდა დარჩენილი, ამ 2 კვირაში რაღაცა შედეგი დავდო. და გავაკეთე ესეთი რაღაცა. მოვძებნე ერთ-ერთი დიდი ტურისტული კომპანია. მოვიძი ინფორმაციები მასზე, გავიგე რომ ამ კონკრეტულ სასტუმროსთან ფიზიკურად ვერ დგებოდა კომუნიკაცია, ფიზიკურად შეხვედრაზე მოდიოდნენ, მაგრამ რაღაც ვერ ახერხებდნენ კომუნიკაციას, ვერავინ ვერ შეძლო ამათი დაყოლიება და
ორი აზრი გამიჩნდა, ეხლა ან უნდა დავრეკო და ტელეფონით შევეცადო, ან თუ არა და, მოკლედ პირდაპირ დავადგე. მაინც დავრეკე. პირველი რაღაცა მელაპარაკდნენ, ზრდილობიანი რეჯექტი იყო, ანუ უარი, მაგრამ მაშინ მეგონა რომ შანსი მაქვს. რატომღაც გულმა მიგრძნო, უბრალოდ დრო რო არ დამეკარგა, ავდექი და იმ დღესვე წავედი პირდაპირ იმ ასე ვთქვათ, ტურისტულ კომპანიაში, აი ესე ნაგლად შევაჭერი და გამარჯობათ მე გესაუბრეთ საათნახევრის უკან მეთქი, მე ვარ ლაშათქო და ეს იყო იმათვის შოკი, ფიზიკურად არ ელოდნენ, რომ ესე ნაგლურად მივაჭრიდი. იქ რა მოხდა, როგორ მოხდა ზუსტად და წესიერად აღარც მახსოვს, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ გამოვიდა და სხვათა შორის მარტო გამოვიდა არ იყო, იმიტომ რომ ყოველ დღე სადღაც 20-22 ოთახამდე იჯავშნებოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში და ეს იყო რა ვიცი რა, მე რო დღეს ეგეთი სეილი მყავდეს, ეგეთი დილი რომ მომიტანოს, არ ვიცი ძეგლს თუ არა მინიმუმ ბიუსტს დაუდგავ. მაგრამ საქართველოში ვცხოვრობთ და ძეგლები და ბიუსტები არ არსებობს და მადლობასაც არავინ გადაგიხდის. მაშინ ნარცისი ხარ? კი, ცალსახად კი, 3 კი გაქვს მაგაზე, ნარცისი ვარ. და ამას არც უარყოფ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, რატო უნდა უარყო ის, რომ ხარ ნარცისი, ანუ მე დავიბადე ესეთად და უნდა მიიღო საკუთარი თავი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს საკუთარ თავთან ბრძოლაში გაატარებ ცხოვრებას და საბოლოო ჯამში ბოლოს მაინც იტყვი, რომ კი ნარცისი ვარ და რატო იბრძოლე მაშინ, რატო დაღალე საკუთარი ტვინი და ემოცია იმაზე ფიქრში ნარცისი ვარ თუ არა ვარ. გარკვეული ტიპის წინააღმდეგ თუ ქონია აი ამ ნარცისიზმიდან გამომდინარე. კი, ძირითადად გაყიდვებში ძალიან ხშირად მებრძოლება ეს ჩემი ნარცისიზმი და ვცდილობ ხოლმე მიმართო ერთ ნაცად მეთოდს. როდესაც შეხვედრაზე შევდივარ ხოლმე, ვცდილობ ხოლმე რომ ეს ჩემი ნარცისული, ასე ვთქვათ, შინაგანი ბუნება კარს გარეთ დავტოვო და ისე შევიდე, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს უბრალოდ ხელს შემიშლის იქ შეხვედრაზე და იქ შეხვედრიდან გამარჯვებული ვერ გამოვა. რომ გამოდიხარ მე იგრუნებ? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენია, ხო? რა თქმა უნდა. მე გახარებული მხვდება ხოლმე. სანამ შენ წარსულზე კითხავს დაგესმა, მანამდე მინდა რომ თქვა რეალურად რა კვეთა გვაქვს და დარწმუნებული ვარ ბევრის კითხვას და ბევრის აზრს დღეს გავაკარწყლებთ და გაჩნდება რეალური პოზიცია, რა ვართ, რატო ვართ და რეალურად რა გვინდა ერთად სხვებისგან თუ სხვებთან ერთად, ესეც მინდა რომ გამმარტოთ. ხო, კვეთას რაც შეეხება, პირველი კვეთა სადაზღვევო კომპანიაში ვქონდა. მან დედან მოხდა ჩვენი გაცნობა, მე ზუსტად მახსოვს, რომ მან იყო რამოდენიმე შეხვედრა, სადაც იდეების გაცვლა იყო, ერთგვარი ბრეინსტორმინგი და მან სავარაუდოდ მანდ დავინახეთ უკვე ერთმანეთის პოტენციალი. მერე გაჩნდა იდეა, გავაჟღერებ, სახელი თამამად შემიძლია, მოკლედ კომპანია Team4, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ადამიანებს ვასწავლოთ სწორი გაყიდვა, სწორი მიდგომები, ვატრეინინგოთ მათი სტაფი თუნდაც და ეს არ არის სირცხვილი. თუ ხედავ რომ შენი გუნდი ვერ გადის შედეგზე, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცაში არის პრობლემა და ამ პრობლემაზე თვალი არ უნდა დახუჭო, არ უნდა გაუშვა და სხვა არ უნდა მოიყვანო, ყოველთვის ჯობია გაზარდო კადრი, ყოველთვის ჯობია მასზე გასცე ავანსი, გადაამზადო და მის მეტ ერთგულებას მოიმკი. პლუს ამასთან ერთად ის შენთან ერთად იზრდება და უფრო მეტი როგორ გამოვთქვა რა. უფრო გულანთებულია ხოლმე მე კომპანიაზე. ხო და ჩვენი კვეთა ზუსტად მოხდა ამ კომპანიის, ასე ვთქვათ, დაარსებაში, სადაც ვთქვით, ვიფიქრეთ და გადავდგით ნაბიჯები, რომ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ კომპანიების გაყიდვები და მარკეტინგი, ჩავიბაროთ, მართოთ, ვასწავლოთ, თანამედროვე ტრენდები შევასწავლოთ და დღესდღეობით მართლა კარგი იდეა არის, კარგი აზრია და ვფიქრობ, რომ ეს, ასე ვთქვათ,
შესაძლებლობა ხალხმა უნდა გამოიყენოს. უნდა გამოიყენოს იმიტომ, რომ ისევ ციტირებას გავაკეთებ, საქართველოში არსებული კომპანიების 90%-ს გყავს გაყიდვების დეპარტამენტი, თუმცა მათ გაყიდვები არ იციან. ამ ვიდეოს აუცილებლად ამოვანათებ, მე მგონი ეს პირველი ვიდეო იყო. კი. აზრზე არ არიან. საქართველოში მოქმედი კომპანიების 90%-ს ყავს გაყიდვების დეპარტამენტი, რომლებმაც გაყიდვები არ იციან. დღეს ჩემთან არ ხარ ხელსარიელი მოსული. ხო? მოტანილი გაქვს რაღაც, რასაც ვხედავ. და ძალიან კარგად გამოიყურება. სანამ აი ამ რაღაცაზე დეტალურად მეტყოდე, პოსტერი მომწონს ძალიან თქვენი. მინდა გითხრა. მე თავისი და იდეა. ძალიან მომწონს, ხო, ზოგადად წიგნის წერა ჩემი აზრით არ არის მარტივი. მით უმეტეს წიგნს როცა წერ საკუთარ თავზე, საკუთარ წარსულზე და საკუთარ ტრაუმებზე. მე ეს წიგნი წაკითხული მაქვს. პირდაპირ ვიტყვი და ვიტყვი იმას, რომ ეს არის წიგნი, რომელიც ყველას უნდა კონდეს წაკითხული. ეს არ არის უბრალოდ ერთი ადამიანის ისტორია და ეს არ არის უბრალოდ ერთი ადამიანის წარსული. ეს არის რეალურად ჩემი აზრით ნამდვილად ის, რასაც წიგნის სათაური გვეუბნება, რომ მე ვარ პასუხი, წიგნს ასე ქვია და ვფიქრობ, რომ ლაშა ხურციძე ნამდვილად არის ბევრი ახალგაზრდის პასუხი, კითხვებზე პასუხი, რაც შეიძლება ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე დასჭირდეთ, რომ გაიაზრონ თქვენ, იკითხონ, ან კითხონ. სანამ წიგნზე მეტყვით, რა მაინტერესებს, აი ხა შენ. აი იმ წარსულში მყოფ ლაშასთან მიმართებაში აი ესეთი ლაშა რო ყოლო და გვერდით მდგომი, ალბათ სასწაული იქნებოდა ხო? ტანდემი თქვენი. იცი რა, ორი ვარიანტი არის მანდა. ერთი ვარიანტი არის ის, რომ იმ დროს მე რომ ყოლოდა ესეთი ლაშა ხურციძე, შეიძლება დღეს მე ესეთი მაგარი ტიპი ვერ გამოვსულიყავი, იმიტომ რომ არის ბევრი ის ფაქტორი, ხო? ანუ გაზარმაცდი, გავლენის ქვეშ იქნებოდი, ხო, გავლენის ქვეშ მოექცეოდი, ასე ისე, ან შეიძლება მეორე ვარიანტი მიგვეღო უფრო ძლიერი და უფრო კარგი ვარიანტი, მაგრამ რა ვიცი. რა ვიცი. ვითხარი, შენ წიგნზე. ვაჩვენოთ წიგნი, თუ შეიძლება. ხო, მოკლედ, ეს არის ჩემთვის ეს არ არის წიგნი, უბრალოდ წიგნის სახე მიეცა ამას, იმიტომ რომ როგორ დაიწყო ზოგადად და საიდან და რითი დაიწყო ზოგადად აი ამ წიგნზე მუშაობა. მოკლედ დავიწყე ჩანაწერების გაკეთება, ეს ჩანაწერები ემსახურებოდა იმას, რომ მნიშვნელოვანი პოინტები რაც იყო, ეს მნიშვნელოვანი პოინტები მინდოდა რომ გადმომეტანა და სადმე დამედო, პლუს პარალელურად მუშაობდი პრეზენტაციებზეც, რა თქმა უნდა, გაყიდვების და მინდოდა რომ აი ეს პრეზენტაციები რამენაირად მომერგო ამ ჩემ პრაქტიკას. და საბოლოო ჯამში ამ წერაში ისე შევედი და გავერთე, ხიბლში ისე შევედი, რომ საბოლოო ჯამში უკვე რომ გადავხედე და გავაანალიზე, სადღაც 50 ფურცელი უკვე დაწერილი მქონდა და რომ გადავიკითხე, მივხვდი რომ რაღაცა ჭკუის სასწავლებელი გამოვიდა გზა. ზოგადად ხო არის ნათქვამია რა, ურემი რო გადაბრუნდება გზა, მერე გამოჩდებაო და ყველას გვინდა რომ ვიღაცამ პირველმა მოიმტრიოს ხოლმე ცხვირი და ნახოთ რომ აი იქ თურმე შეიძლება რომ ცხვირი მოიმტრიო და რო აღარ მოიმტრიო, მოდი სხვა მოიმტრიოს და მე ისე ეგავივლი იმ გზას რომ არ მოიმტრიო. ხო და აი ეს ვარიანტი არის მგონია ეს წიგნი, აქ არის ყველაფერზე საუბარი, ჩემი გამლილი ცხოვრება, ანუ ფაქტიურად გამოფენილი მაქვს, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შელამაზების გარეშე, სახელებგვარები მაქსიმალურად არ წერია არც კომპანიის სახელები, განზრახ არ ჩავდე, თუმცა არის ლაპარაკი მოტივაციაზე, ბრძოლაზე, რწმენაზე, თავდადებაზე, დაცემაზე, როგორ უნდა წამოდგე დაცემის შემდეგ, როგორ შეგიძლია იმუშაო მულტიტასკინგზე, როგორ შეგიძლია ჩამოაყალიბო მიზანი, როგორ შეგიძლია ჩამოაყალიბა სტრატეგია, მოკლედ ძალიან ბევრი რჩევაც არის და პლუს სავარჯიშოებიც არის თანდართული ამ წიგნში, იმიტომ რომ ერთია, როდესაც შენ წერ წიგნს და უბრალოდ ამბად უყვები, ამბად მოყოლილი დარჩება ამბად, მაგრამ თითქმის ყოველი თავის ბოლოში
უნდა გააკეთო ანალიზი ამ თავის და პლუს დართული აქვს სავარჯიშოები და აი ამ სავარჯიშოებით უნდა შეეცადო რომ ეს შენი პრობლემები, შენი ტკივილი, შენი განსაცდელი ჩასვა აი ამ სავარჯიშოებში და მოძებნო გზა როგორ გამოხვიდე და უშუალოდ აი ამ ჩიხიდან ვფიქრობ რომ ეს არ არის უბრალოდ წასაკითხი წიგნი, ეს არის წიგნი რომელმაც შეიძლება რომ დაუბრუნოს ადამიანებს რწმენა როგორც ღმერთის, ისე საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობის და მგონია რომ არა იმიტომ რომ ჩემი დაწერილია, მე რომ მქონოდა თავის დროზე შესაძლებლობა, მგონია რომ ბევრ შეცდომას არ დავუშვებდი. რთული პერიოდი ჰქონდა, წიგნიც მასე იწყება და ძალიან მძიმედ საუბრობ მამაზე. შეგიძლია 1-2 სიტყვა თუ სურვილი გაქვს, რა თქმა უნდა, რომ ეს გითხრა რეალურად და მე მინდა პარალელი რომ გავავლო, შენ დღეს როგორი მამა ხარ და თუ არის რამე ისეთი, რასაც პირობითად შენში შეცვლიდი ამ კუთხით, რასაც არ შეცვლიდიან, რასაც გინდა იმაზე მესაუბრე თანამად. კი. ვიტყვი რომ მამა იყო ჩუმი გმირი, რომელიც თითქმის არაფერს არ მეუნებოდა, მაგრამ რაღაცას რომ მეუნებოდა ხოლმე, ყოველთვის ცდილობდა რომ ჭკუა დაერიგებინა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი, ძალიან ცუდი ადამიანი ვიყავი, დაუმორჩილებელი ვიყავი, დღესაც დაუმორჩილებელი ვარ, რომ რაღაცა დონეზე დავჭკვიანდი უკვე. და დღეს ვაანალიზებ უკვე რაღაცებს, რასაც მეუნებოდა, მამა ჩემი და მარიგებდა, დღეს აღარ არის ცოცხალი. თუმცა ის რაც მითხრა, რჩევები რაც მომცა და რაც იმ დროს მეგონა რომ აი მე რას მეუნება, ეხა აი ეს რა შუაშია, ანუ ჩემთან რა შუაშია, ან მე რატო უნდა გავითვალისწინო ესეთი რაღაცაები, ხო ვფიქრობდი, ჩემთვის ვფიქრობდი, კი არ ვეუნებოდი, მაგრამ დღეს ერთ-ერთი ახდა ეგ ყველაფერი, ერთ-ერთი დავინახე რომ ყველაფერი ზუსტად ისე ყოფილა როგორც მამა ჩემი მეუნებოდა და ყოველთვის სწამდა და სჯეროდა იმისი რომ მე არ ვიყავი ის ბავშვი, რომელიც ჩვეულებრივად ყოველთვის ბირჟაზე იდგებოდა, უსამსახურო იქნებოდა, მომავალი არ ექნებოდა, ამის ყოველთვის სჯეროდა. უბრალოდ დასანანი ის არის, რომ მე ამოვედი რაღაცა სიმაღლეზე, ამოვედი ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე, ახალი ნაბიჯები გადავდგი, ხალხმა გამიცნო, ხალხი გავიცანი, წარმატებებიც მოვიდა, უბრალოდ საწყენია რომ დღეს არ არის და ვერ ხედავს იმას, რომ მე შევძელი ის, რაც მას უნდოდა. პარალელი შენ თავთან. არის ესეთი მამა? პარალელი ჩემ თავთან, ხო, მამობას რაც შეეხება, არ არის მარტივი ამბავი, საკმაოდ რთული ამბავია, თან მით უმეტეს თუ ქალიშვილის მამა ხარ. კაცრი არ ვარ. უფრო ისეთი მამა ვარ, რომელიც ყველაფერს გისრულებს, მაგრამ აი ვერ ვიტან რომ გატყუებენ. ხო აი ეგრევე თან ჩემი გაყიდვების გამოცდილება და პრაქტიკა ადამიანი რომ მატყუებს ეგრევე ხვდები მამა ხარ თუ ვინა ხარ ამ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი შვილი რო გატყუებს და რო ცდილობს რომ გაგაცუროს, აი მაგაზე ძალიან მეკეტება ხოლმე. ლაშექსი სეილები მატყუარები არიან? არა, სეილები მატყუარები არ არიან. სეილები ხანდახან ხმარობთ ხოლმე სასარგებლო ტყუილებს, უნებელ ტყუილებს. ხო, ისეთებს, რომელიც არავნებს მომხმარებელს, უბრალოდ სწორ გზაზე გამოიყვანს და დაანახებს, რომ აქეთ უკეთესია. ხო, სირთულეს რაც შეეხება, მახსოვს, ჩემმა შვილმა მითხრა, ესეთი რაღაცა, მარიამა, მე მინდაო ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდაო. ხო და ეგ როგორ და თავისუფალი მინდა ვიყო. სულზოვანი არ არის, ხო? არა. 14 წლისადმი. რასაც მინდა იმას გავაკეთებო, სადაც მინდა ისე წავალო, მოკლედ ჩემ ჭკუაზე ვიქნებიო რა. და მე ხა ხელა ნოშრევანი, გურული, ზივარ და ვისმენ ხა ამას, რას მეუნება ხა ეს ბავშვი, რასაც გინდა ისაკე, რაც გინდა ისაკეთე, სადაც გინდა წახვალ, წამოხვალ და ვფიქრობ ხა ამას პასუხს არ მივცემ. всё, მე დავმარცხდი. იმან გაიმარჯვა თავის და არა და ვეუნებ ეს რაღაცას რომ მოდი ხა ხმამაღლა ვიფიქროთ ვიმსჯელოთ მეთქი და იმედი მაქვს რომ აი ამ ხმამაღლა ფიქრში რაღაცა იდეა აზრი მომივა ისეთი რომ ხა ამ ბავშვს ხა დავაფიქრებინო რაღაცნაირად რა მოუძებნო გზა
კარგი მეთქი, აი ხა შეხედე მეთქი. შენ ხარ არასრულწლოვანი მეთქი და ცხოვრობ იმ პრინციპით და იმ წესებით, პირობითა დაურქვა წესები, რასაც მე გეუნები, იმიტომ რომ გამოვლილი მაქვს რაღაცეები, ვიცი ცხოვრება როგორი დაუნდობელია და ვცდილობ ისე ვიყოთ, რომ შეცდომები ნაკლები დაუშვათ, იმიტომ რომ შეცდომას რო დაუშვებ, მე ორმაგი სამაგი გალიხმევა. ჭირდება რომ ეს შეცდომა გამოასწორო. ხო და ნაბიჯებს რო ვდგავთ, რასაც მე გეუნები, უშვებ შეცდომებს, იმიტომ რომ შეცდომა არავინ არ არის, მაგრამ იმ შეცდომებზე პასუხისმგებელი მე ვარ. ხო სწორია მეთქი. კიო. კარგი, დაუშვათ მე შენ მოგეცი სრული თავისუფლება და დაუშვი შეცდომა. მაგ შეცდომაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი? აი ეგ მითხარი მეთქი. შენო. თუ შენით ცხოვრობ შვილო, თუ შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ თავისუფლებაზე და ყველაფერზე, მაშინ პასუხი შენ უნდა აგო და არა მე მეთქი. თუ ამაზე თან-ხვდებით, დღეს ვგეუნები, ოკეი, ის მეთქი. თუ არ თან-ხვდებით, მაშინ მოდი ცოტა ხანი ესე დავტოვოთ, როგორც არის და კიდე მოუბრუნდეთ, მოგვიანებით, როცა ჩათვლის საჭირო. აი ეს იყო და ამის მერე გავიდა დაახლოებით წელიწად ნახევარი, აი ამ საუბრის მერე ჯერჯერობით ეგ საუბარი არ გვაქვს და იმედი მაქვს კარგი ხანი არ გვექნება. 1 2 3 წელი კიდე. და მოსავაში გახდება სრულწლოვანი. გახდება სრულწლოვანი და ნუ მე უფრო თამამად ვიქნებინა. ლაშა. ბატონო. შეგიძლია დამისახელო ტოპ 3 ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შენ გვერდით ან არიან, ან უნდათ რომ იყვნენ, ან ცდილობენ რომ იყვნენ. ნუ ის 3 ადამიანი, ვინც მოვისი იმედიც მუდმივად გაქვს. ხო, გეტყვი. მოკლედ პირველი არ შემიძლია პირველ ადგილზე რო არ დავაყენო ჩემი მშობლები, იმიტომ რომ სულ მახსოვს რომ მეუნებოდნენ ისწავლე და აი ეს ისწავლე, ხო იცი, აი შეძახილმა ხე გაახმო. აი დაახლოებით ეგრე გამომივიდა მეც მაგისტრატურა დავამთავრე დაახლოებით 6 თვის უკან. ისწავლე ამ ასაკში. ხო, მეორე. ესაკიც არა გაქვს ხა. ძალიან რო აპელირებ. 38-ის ვარ. მეტი რაღა უნდა იყოს. ხო, მეორე ადამიანი, რომელიც ყოველთვის გულშემატკივრობს, ოღონდ თავისებური გულშემატკივრობის სტილი აქვს. ეს არის ჩემი ძმა და რატო აქვს აი სხვანაირი სტილი. ხო, შეიძლება ადამიანს აი ხელი გაუმართო, დაეხმარო, აჩვენო არა, ამან ესეთი რაღაცები არ იცის. ამას ურჩევნია, რომ პრობლემასთან მიგიყვანოს, დაგტოვოს პრობლემასთან ერთ-ერთზე და ცხვირი ჩაგაყოფინოს, მოგატეხინოს იმ პრობლემაზე, ოღონ აი იმ პრობლემით გასწავლოს. ოღონ თვითონ არ გითხრას, ანუ მზა რეცეპტი ხო შეგიძლია მისცე, რომ აი მაგალითად კულინარიაში ხო, მაგალითად ხაჭაპური კეთდება ესე და ჩამოუწე რეცეპტს და აი გააკეთე. არა, აი ეს არ არის ტიპი. უნდა და შენ გამოიცნო რა. ხო, ეს ისეთი ტიპია, რომ მზა რეცეპტებს არასოდეს არ მაძლევდა, თუმცა აი ყოველთვის გულშემატკივრობდა. როცა რაღაცას ვერ ვაკეთებდი, ყოველთვის მოვდიოდა და მტუქსავდა. აი ყოველთვის მტუქსავდა. სკოლაშიც კი აი ორიანს რომ მივიღებდი, ну, მოკლედ, ეს ხო დაიწყებდა, ერთად დავდიოდით, ერთ სკოლაში დავდიოდით, ერთი წლით და ერთი თვით ჩემზე უფროსია და ერთ სკოლაში, ერთ კლასში ვიყავით. სკოლიდან რომ მოვდიოდით, მთელი გზა ხო გამოლაყებული მქონდა ეს ყურები. სახლში რომ მოვიდოდი, ეს ხო პირველი ეტყოდა, რომ ლაშამ დღეს ორიანი მიიღო, ახარებდა. მერე ისინი ხო დაიწყებდნენ ცალკე მთელი სანათესაო ხო გაიგებდა, მოკლედ ამ სირცხვილის კორიდორში ხო გამატარებდნენ და ну აი სულ იმას ცდილობდა რომ აი დაენახა მინუსი, სუსტი წერტილი, ბნელი მხარე რა აქვს და აი სულ იმ ბნელ მხარეებში მიყავდა რა. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ გერჩოდა ცუდი ძმა, ესეა ისეა, მაგრამ არა, ცუდი ძმა არ არის, ეხლა რო ვაკვირდები, სწორს აკეთებდა. სწორს აკეთებდა, იმიტომ რომ ადამიანს თუ უნდა რომ რაღაცაში დაგეხმაროს, დათური სამსახური არ უნდა გაგიწიოს. უნდა დაგეხმაროს ისე რომ შენ გეტკინოს. აი მაგალითად ხო ექიმები მაგალითად რა შვებიან რა, უნდა გატკინონ, რომ მე დავუშვათ იცხოვრო უნებლად და კარგად. ნუ მაგალითად რა, ოპერაცია უნდა გაგიკეთო, უნდა გატკინო, ან ხელი მოტეხილი გაქვს, უნდა ჩაგისვა, რომ მე იცხოვრო კარგად. ხო, აი დაახლოებით ანალოგიური პრინციპი არის ესეც რა.
ტკივილთან რაც უფრო ახლოს მიყავ ხარ ადამიანს, რაც უფრო საკუთარ თავზე გადაიტან ამ ტკივილს, მით უფრო სწავლობ და პრაქტიკა არის რა. ხა ჭიქას მოვკიდე ხელი და ცხელია, ხელი დამეწვა, ხო, ანუ მე მივედი და მე თვითონ გავიგე რომ ეს ცხელია და მე ორჯერ ვიცი რომ ფრთხილად უნდა მოვკიდო, მაგრამ შენ რომ მითხარ რომ ცხელია, ხო, ჩემთვის არც არ ნიშნავს რა, შეიძლება მაინც მოვკიდო. იმიტომ რომ საკუთარ თავზე არ მიწვნია. მესამე ადამიანი არის ჩემი მეუღლე. და რატო? მქონდა პერიოდები, სადაც აი საერთოდ ვფიქრობდი, რომ აქ საქართველოში არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ დღესაც კი საკმაოდ ფესვები აქვს გადმული ნეპოტიზმს. და ანუ ეს ნეპოტიზმი არის რეალურად რაც კლავს საერთო ჯამში ყველაფერს რა. და ეს ადამიანი იყო, რომელიც აი ყველა ესეთი აი ამ დროს, როცა მე საკუთარ თავს ვეძებდი, საკუთარ თავში ძალებს ვეძებდი, ყოველთვის გვერდზე მედგა. მახსოვს პერიოდიც კი, მაგისტრატურას სანამ დავიწყებდი, ის მეუნებოდა, რომ იცი რა, მოდი ახლა ამ ეტაპზე გადადი რა, იქნება ამ ეტაპმა რაღაცა სხვა გზები დაგანახოს. და სხვათა შორის დავიწყე, მე ერთი პერიოდი აკადემიური ავიღე, გამიგრძელდა 3-4 წელიწადი ეს აკადემიური, იმიტომ რომ იქ ერთ საქმეს მოვედი, მეორე საქმეს, მესამე, მეოთხე, მე როგორც ვიცი ხოლმე ძალიან ბევრ რაღაცას უნდა ვაკეთებდე ხოლმე, რომ საერთო ჯამში რაღაცა გამოგივიდეს. და ანუ ეს მივიწყებული მქონდა და ისევ მისი დამსახურებით მოხდა, მისი აი ჩარევით, აი ამ ტვინის გამორეცხვით, რომ მიდი და ნუ მოკლედ დავამთავრე და დღესდღეობითაც საკმაოდ ისე ცდილობს ხოლმე რომ სუგვერდში მედგას და ცდილობს ხოლმე აი როგორ ფსიქოლოგიით მუშაობს რა არა ვიცი სახლის ფსიქოლოგია რა სახში რომ მივდივარ ეგრევე ხვდება ეტყობა რომ რაღაცა ისი არ არის და ცდილობს ხოლმე რომ ტექნიკურად რაღაცა ისე მომიაროს რომ რაღაც განწყობა ამიმაღლოს რა აი ეს სამი ეტაპი არის ეს სამი ფაზა არის რაც ჩემს ცხოვრებაზე ძალიან ისე მუშაობს რომ მე რაღაცა ზოლზე ვიარო და არც მარჯვნივ არც მარცხნივ არ გადაუხვიო რა ანუ მიზნისკენ რაღაცა აი ამ ხალხსაც ვიყენებ რომ ვიარო რა თუმცა ხალხი ბევრი იყო ან მარცებერ 3-4 ადამიანი კიდე იყო ჩემს ცხოვრებაში რომელმაც რაღაცა კვალი დატოვა ჩემზე ესე რო გავაგრძელო რა ვიცი გადაცემა არ გვეყოფა იმიტომ რომ ერთი და ორი ადამიანი არასოდეს არ ქმნის პიროვნებას მართალი ხარ დღეს რას წარმოადგენ ლაშა რას საქმიანობ რა სფეროში ხარ რას აკეთებ და რითი ხარ დაკავებული დღეს ვარ გაყიდვებში გამიგვირდა ვიქნები გაყიდვებში ყოველთვის იქნები გაყიდვებში და არსად არ წავალობ და გაყიდვების მიმართულებით უფრო და უფრო ახალი გზები დავინახე როგორ შეიძლება ფული აკეთო მოკლედ არაფერს არ ამოჭრი იცოდე რასაც იტყვი არაფერი არ ამოჭრა მოკლედ ავტომობილებში ავტოიმპორტიორ კომპანიაში ვარ გაყიდვების დირექტორი ანუ ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანა Team 4 გასაგები ამბავია, კიდე ერთ კომპანიას ვახსენებ, Artelo Groups და რა არის საერთოდ ეს Artelo Group-ი, ეს არის სამშენებლო კომპანია, რომელიც კორპუსებს არაშენებს, ან უფრო ორიენტირებულია ძირითადად სარემონტო სამუშაოებზე, ანუ შიდა რემონტი, ინტერიერი, დიზაინი, ასე შემდეგ. და რატო დავიწყე ზოგადად აი ეს მიმართულება? იმიტომ დავიწყე, რომ ამაში დავინახე ფული, იმიტომ რომ დღესდღეობით არის ორი სფერო სადაც რეალურად ფული კეთდება და ამ ბიზნესებს და ამ სფეროებს ფიზიკურად ვერავინ და ვერაფერი ვერ მოკლავს. ერთი არის ავტომობილების იმპორტი და მეორე არის ბინები. ავტომობილის იმპორტი ვერ შეწყდება ვერც ერთ ვარიანტში და ამ ბიზნესს ვერ მოკლავს ვერავინ, იმიტომ რომ დღესაც ეხაც კი ვიღაცა დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ 6 წლიანი შეზღუდვები გვაქვს. მიუხედავად იმისა, იმიტომ რომ დღესაც აი ეხა ხო ვიღაცა შეიძლება სრულწლოვანი გახდა. იმ სრულწლოვანს მანქანა უნდა. ხა ადრე პირველად ტელეფონი რო გამოვიდა, ტელეფონი იყო ფუფუნებისაგანი, ხო? მაგრამ დღეს უკვე ფუფუნება აღარ არის. დღეს ტელეფონი თუ არა გაქვს, მოწყვეტილი ხარ აბსოლუტურად ყველაფერს. დაახლოებით იგივე ტენდენცია არის უკვე ავტომობილებზეც. ავტომობილი თუ არ ყავს, უკვე ხელფეხი გაქვს შებოჭილი. ანუ მე თავისუფალი არა ხარ, იმიტომ რომ ნახეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმდენ დროს კარგავ, იმდენ ნერვებს კარგავ, რომ ფიზიკურად, აი
დღეს მე რო ავტომობილი არ მყავდეს ფიზიკურად ამდენ საქმეს ფიზიკურად ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ ერთ შეხვედრაზე წადი, მეორე შეხვედრაზე წადი და მესამე შეხვედრაზე წადი, შეუდრო და დამთავრდა დღევანდელი დღე. მორჩა აღარ არის. გურულობა ხო გეხმარება რაღაც. კი, მაგრამ მინუსიც აქვს სიჩქარე. ყველაფერში არ ვარგა ხო? ხო, არა, ყველაფერში არ ვარგა. გასაგებია, ლაშა. სამომავლო გეგმები თუ გაქვს რაიმე, რომ პირობითად აი 3 წელში რაღაცას უნდა გააკეთო, ან 5 წელში რაღაცას უნდა გააკეთო, ან 1 წელში რაღაც უნდა გააკეთო. აი, რამე ასეთი დასახული გეგმა თუ გაქვს, ის რაც გინდა რომ გაგვემხილოთ ან. კი, მე მაქვს გეგმა და ეს არ არის გეგმა, ეს არის მიზანი. და მიზანი, რომელიც არის ციფრებში გადმოტანილი და როგორ მუშაობს ზოგადად ეს ციფრებში გადმოტანილი მიზანი. დავწეროთ. აი სულ მახსოვს აი ნებისმიერ შეხვედრაზე, რომ რამეზე რომ ლაპარაკობთ, შეხვედრაზე ვართ, ასე ისე, აი და რამეს რომ ხო ვინმე რამეს რომ ასე და ესე ხო დავწეროთ. და ყველა რომ რაღაცა პლანშეტები და ლაშა პასტა და ფურცლით ვწერთ. დავწეროთ. რატო რა პრინციპი აქვს ამას? მე მახსოვს ერთ-ერთი შეხვედრაზე ვიყავი. სადაც ქართველი ებრაელი იყო, ის კაცი აღარ არის ცოცხალი. და ნუ ლამაზ შეთავაზებას ვაკეთებდი, ლამაზად მეტყველებდი, ყველაფერი ლამაზად დავუხატე და მგონია რომ ეხა უნდა მითხრას კი და ამ დროს ლაშა ყველაფერს ძალიან კარგად ყვები, ძალიან კარგად ლაპარაკობ. ეს ყველაფერი შენ კალამი, შენ ფურცელი და დამიწერე ციფრებში. როგორც კი ციფრებში დავწერე, ეგრევე მივხვდით, რომ რაღაცა ისი არ იყო. ამიტომ აქედან ის მაგალითი წამოვიღე, რომ ფურცელი ყველაფერს იტანს, ფურცელზე ყველაფერი ჩანს და ფურცელზე გადმოტანილი უკვე რაღაცა დოკუმენტის სახეს იღებს, უკვე რაღაცა საქმის დაწყების პირველი ნაბიჯია. და ამიტომ ცოტა სხვანაირად უყურებ მაგ თემას, ნახე. როდესაც ადამიანს ეკითხები, ანუ რა გინდა, ამ რა გინდაში ძირითადად მოდის ხოლმე ოცნებები. ხო? ანუ ეს მინდა ძირითადად ეს არის ოცნება. ოცნება ყოველთვის დარჩება ოცნებად, სანამ მის მიღწევაზე არ იფიქრებ. როგორ შეიძლება მივახციოთ ახლა ჩვენ ოცნებას, ხო? მაგალითად, მინდა რომ ვიყიდო ბინა. ოკეი, მინდა რომ ვიყიდო ბინა, შეიძლება დავაყენო ტელეფონზე რაღაცა ჩემი საოცნებო ბინა, ყოველდღე ავდგები, დავხედავ ამას, ბინა მინდა. ოკეი, ეს არის ძალიან კონკრეტული ბინა მინდა, კარგი. როგორი ბინა გინდა? რა ღირს ეს ბინა? პირობითად ღირს 50,000, ხო? 50,000 გვინდა. უნდა გავიგოთ, ეს 50,000 რო გვინდა, გვჭირდება სესხი. ყოველთვიურად რამდენის გადახდა მომიწევს, პლუს ამას დაამატე შენი კომუნალურები, შენი ხარჯები, ანუ რაღაცა საყიდლების ფული, აი ეს ყველაფერი დაამატე, გამოთვალე, თვეში რამდენი გჭირდება, შენ შემოსავალი და მე ჩაიხედე პირად საფულეში და ნახე, დღეს ამ შემოსავალზე ხარ, თუ არ ხარ. თუ არ ხარ ამ შემოსავალზე, მაშინ უნდა დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ აი ეს თვეებით გაწერილი რაც აქვს შემოსავალი, რაც უნდა გქონდეს, რომ საბოლოო ჯამში ბინამდე მიხვიდე, ამ შემოსავალზე როგორ ადიხარ. ეს არის უკვე გაწერილი სამოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტულ თვეში გიწერია, რამდენი უნდა გამოიმუშაო თანხა, რომ საბოლოო ჯამში მიხვიდე შენ სოცნებამდე და შენ სახლამდე. ეხლა მე რო თქვა რომ დიდი ოცნებები მაქვს მეთქი, კი, ოცნებები ძალიან დიდი მაქვს. ახლა ოცნება მაქვს რომ მილიონერი გავხდე. თუმცა ჯერ მილიონერობამდე მაქვს რაღაცა ჩემი თემები, მინდა იქ რაღაცა სახლის მშენებლობა დაწყებული მაქვს, ბავშვს მინდა რომ პირობითად ევროპაში ვასწავლო, მაქვს რაღაცები და გაწერილი მაქვს ამაში ყველაფერში ყოველთვიური ხარჯები, გაწერილი მაქვს ყოველთვიური, ანუ ხარჯები შორს მიჭრეტელი გეგმებისთვის მომავალში რისი მიღწევა მინდა და მივყვები ამას. ამას აქ კიდე ერთი დადებითი პლუსი რა, დადებითი პლუსი ის აქვს რომ ძალიან ბევრი დილით დგება და ეზარება სამსახურში წასვლა. ეზარება მუშაობა, ეზარება რაღაცის გაკეთება. რატო? იმიტომ რომ ნახე, ყოველ დღე არის ერთი და იგივე, ერთნაირი და ეხა უნდა წავიდე და უნდა ვიმუშაო ხელფასისთვის. ეხა კი არ უნდა წახვიდე და იმუშაო ხელფასისთვის. ეხა უნდა გახსნა ტელეფონი და ნახო, ამ თვეში რამდენი უნდა გამოიმუშაო თანხა, რაც გჭირდება შენი ბიზნეს მიღწევისთვის.
და მე ნახე როგორ შეხედავ სამსახურში ხელფასისთვის კი არ უნდა წახვიდე, სამსახურში უნდა წახვიდე შენი მიზნისთვის. გინდა რომ შენი შვილი იყოს საილი. იცი რა, სხვათა შორის რო ვაკვირდები, დომინანტი ტიპია, ექსტრავერტია და შეუძლია რომ გამოუვიდეს, თუმცა მისი ასარჩევი არის უფრო რას იზავს და როგორ იზავს რა. თუმცა why not? რატო უშვებ ევროპაში? გონია რომ აქ განათლებას ვერ მიიღებს? რატო უშვებ ევროპაში? იმიტომ უშვებ ევროპაში, რომ ალბათ ისევ ჩემი აი ეს ძველი ბავშვური ტრავმები რა. რა სკოლაც გამოვიარე, რა უნივერსიტეტიც გამოვიარე, რა მოთხოვნა იყო, ხო? ანუ პირობითად გაკვეთილს მაძლევდნენ, როგორ გამომკითხავდნენ. არ ვიცი, რატომღაც ვფიქრობ, რომ რაც მე დამაკლდა ბავშვობაში, რაც მე ვერ ავისრულე, მინდოდა და ვერ მივიღე იმ ბავშვობის პერიოდში, მინდა რომ აი რამენაირად აი ამ ყველაფრის კომპენსაცია გავაკეთო და ჩემ შვილს მივცე ეს ყველაფერი რა. სწორი მიდგომა, მშობლური მიდგომაა ჩემი აზრით უფრო ვიდრე რაღაც სტრატეგიული. ჩემი აზრით ყველა მშობელს უნდა ეგრო, მას რაც დააკლდა, შვილს მისცეს ორმაგად და სამაგად. ხო, ანუ მაგას ვიძახი, რომ ჩვენში ყოველთვის არის ის ძველი ტრავმები ბავშვობის, რომელიც რაღაცა ფორმას იცვლის, ან რა ვიცი, ტრანსფორმირდება, რაღაცა მუტაციას განიცდის და რაღაცნაირ ნიდში ვარდება, რომ აი ეს ნიდ, აი ეს მინდა. მე ხდება რაც ხდება. ზუსტად. ჩემს გადაცემას ქონდა, მყავდა ერთი სტუმარი, მე ქონდა ძალიან დიდი შუალედი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპები, რაღაცები შევცვალე და ასე შემდეგ და შენ ხარ ჩემი მეორე სტუმარი და მინდა რომ რამე განსხვავებული და კარგი უსურვო ჩემს გადაცემას, თუ გინდა ცუდი უსურვო, შეიძლება გაგიხარდეს ის უსურვო და მიმართე მაყურებელს და შეგიძლია შენი კომპანიაც გამოიყენო, თუ გჭირდება სარეკლამოთ რაიმე საკითხებთან მიმართებაში. ხო, რაც შეეხება ზოგადად აი ამ გადაცემას, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ჩანაფიქრია. მე ვიცოდი და მჯეროდა ჟანა გაისვრიდა სულიერ სიკვდილის მნიშვნელობით და მგონია, რომ აი ხა არის ზუსტად აი ეს მომენტი და ის დრო, რომ აი ეს უნდა აკეთო. და მგონია რომ უნდა მეტი უნდა ჩადო რესურსი ამაში, იმიტომ რომ რეალურად შენ გადაცემა კი არ მიყავს, შენ რეალურად ცდილობ რომ მოიყვანო ხალხი, ალაპარაკო და ეს ხალხი ფაქტიურად უფასო რჩევას აძლევს შენს მაყურებელს, როგორ შეიძლება მოიქცე, რა გადაიარე, რა გამოიარე და ასე შემდეგ. ვუსურვებ იმას, რომ მომავალ წელს კიდევ მოვიდე ამ გადაცემაში. ყველა გიორგი ვაცხაგით დაიწყო რომ კიდევ უნდა მოვიდე. კიდე მინდა გადაცემა. მე რატომ მინდა იცი მოვიდე გადაცემაში, იმიტომ რომ საინტერესო იქნება სანახავი, როგორ გაიზარდა ლაშა ხურციძე და როგორ გაიზარდა ჟანა ამ გადაცემასთან ერთად რა. ანუ წინსვლა გაქვს თუ არ გაქვს, იმიტომ რომ ჩემთვის ხო დაუწერელი კანონია, რომ სხვას არ ვედრები, იმიტომ რომ სხვა არ არის ჩემი შესაძლებელი. საკუთარ თავს უნდა შეედარო და საკუთარ თავის წარსულ ვერსიას. საინტერესო იქნება და მგონია რომ უფრო მხიარული ტიპის გადაცემა იქნება. და რაღაცა შეიძლება ჩელენჯიც ჩავდოთ სამომავლოდ ამ გადაცემაში, რომ მეტი ასე ვთქვათ, მეტი ინტრიგა შევძინოთ რა. სწორია. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში რომ მოხვედი. მე ის რომ მართლა ასე გულღიათ მესაუბრე, რატო ვფიქრობდი არ ვიცი, მაგრამ მეგონა რომ ძალიან სიცილხარხარი იქნებოდა ამ გადაცემაში, მაგრამ ასე ვერ წავიდა სამწუხაროდ, ანუ საჭიროა შენი კიდე მეორედ მოწვევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ კითხვაზე გაიცა პასუხი და მიხარია, რომ შენთან ერთად კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მომიწევს გარკვეული ტიპის თუნდაც პროექტებით და კიდეც არაპროექტებით გამოჩენა, იმიტომ რომ საქმე რეალურად ჩემი აზრით, რომელიც ჩვენში მოხვდება გარკვეული ტიპის გადაფუთვების და გადამუშავების შემდეგ აუცილებლად წავა და მიაღწევს თავის პისახს. აუცილებლად ჩვენი მარტივი პრინციპი არის ცხოვრების. წინ უნდა იარო, უკან თავისი დაგორდები. Sorry.
მართალია. ეგ ამბავია რა. ძალიან დიდი მადლობა ამ მადლობა ეტაპისთვის დაგემშვიდობებით ლაშა და წარმატებები მთელი ცხოვრების განმავლობაში. შენც და ჩვენ წარმატებები ჩვენ. კარგად. ეხოთ.